გორის სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა გაუქმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით თითქოს სამოქალაქო აქტივისტმა ვახო ფიცხელაურმა პოლიციელებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატ ლექსო მერაბიშვილის თქმით, საქმის განხილვა დღეს დასრულდა და მოსამართლემ გადაწყვეტილებაც გამოაქვეყნა. ვახო ფიცხელაური დაკავებულია ასევე თბილისში პრეზიდენტის სასახლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღით ადრე ის გორში დააკავეს. 6 საათის განმავლობაში მის ადგილს სამყოფელს ოჯახის წევრები ვერ პოულობდნენ. ვახო ფიცხელაური საბავშვო ბაღში ბავშვის გამოსაყვანად მიდიოდა. გამოაცხადა სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილი დადგენილებისა და ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობდა არავითარი მტკიცებულება გარდა პოლიციელთა ურთიერთშეუსაბამო ჩვენებისა, თითქოს ვახტანგ ფიცხელაურმა ჩაიდინა რაიმე სახის სამართალდარღვევა, წინააღმდეგობა გაუწია მათ, ან ასე ვთქვათ, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, შესაბამისად ვახტანგ ფიცხელაურის მიმართ წარმოებული საქმე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა დღეს მოსამართლემ მის ქმედებაში შესაბამის სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო. რა ნაწილს ედავებოდა რომ? ეს იყო 173 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, ანუ ორივე როგორც დაუმორჩილებლობა, ისე შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელებისათვის. საქმე ისეთ მოსამართლეს ეწერა, რომლისგანაც მქონდა განცდა, რომ მიიღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებას და არ ვიცი როგორ არ გაუსვა ხაზი იმას, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად არის ობიექტური, ნამდვილად იმსჯელა ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც როგორც ვითომ მოსარჩელე მხარემ, ისე მოპასუხე მხარემ წარმოადგინა. სხვანაირ გადაწყვეტილება ფიზიკურად სამართლებრივ სახელმწიფოში ვერ იქნებოდა მიღებული თავისუფალი სასამართლოს პირობებში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო დღეს ქვეყანაში არ არის თავისუფალი, მთლიანად აი ეს ტვირთი მოსამართლე ნინო გერგაულმა აიღო საკუთარ როგორ ვთქვა, პასუხისმგებლობაში და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ანუ ძალიან სწორი, ძალიან სამართლიანი,